16 წელზე ქვემოთ მოზარდებისთვის კიდევ უფრო გამკაცრდება სოციალური ქსელების, ინსტაგრამისა და ფეისბუქის გამოყენება იმისათვის, რომ უფრო მეტად გაზარდონ მოზარდების უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად ეს ამოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში და მოგვიანებით სავარაუდოდ რამდენიმე თვეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი უსაფრთხოების ზომა არის ინსტაგრამში, ინსტაგრამ ლაივის დაბლოკვა, თუ ეს თანხმობა არ არის მიღებული მშობლისგან ან მეურვისგან. ეს იქნება წესი, რომელიც იმოქმედებს 16 წელზე ქვემოთ მოზარდებისთვის ინსტაგრამზე, ასევე 18 წელზე ქვემოთ მოზარდებისთვის გაიზრდება შეზღუდვის ზომები მესენჯერსსა და ფეისბუქზე. მოზარდების დაცვისთვის პროგრამა კომპანია მეტამ ამოქმედა გასული წლის სექტემბრიდან. მას შემდგომ ემატება სხვადასხვა უსაფრთხოების ზომა, მათ შორის არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს კომუნიკაცია, ნაკლებად შედგეს კომუნიკაცია არასრულწლოვანსა და ზრდასრულს შორის სოციალურ ქსელში. ფაქტობრივად შეუძლებელი არის ინსტაგრამზე კომუნიკაცია დაამყაროს ზრდასრულმა ბავშვთან პირდაპირ მესიჯებში და 18 წელზე ქვემოთ მოზარდებისთვის ეს ამოქმედდება ასევე უკვე ფეისბუქსა და მესენჯერშიც. ერთ-ერთი უსაფრთხოების ზომა ასევე არის 60 წუთის შემდგომ, რაც მოზარდი გამოიყენებს სოციალურ ქსელს. თვითონ სოციალური ქსელი შეახსენებს, რომ უნდა შეჩერდეს და შეისვენოს, რადგან არ გაატაროს ასეთი დიდი დრო სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ კომპანია მეტამ განსაკუთრებით დიდი ყურადღების დათმობა ამ საკითხის მიმართ დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანია მეტას არაერთი ყოფილი თანამშრომელი წარსდგა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წინაშე, სადაც კომპანია მეტა ამხილეს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დადასტურებულად იციან იმის შესახებ ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელები განსაკუთრებით ვნებს მოზარდებს, განსაკუთრებით დიდ დროს არ უთმობენ იმას, რომ დაიცვან მოზარდების უსაფრთხოება. ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა კომპანია მეტამ, იყო ის, რომ მოძალადეებმა ვერ შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ბავშვებთან და ასევე საკითხის შეეხება შიშიშვლის შემცველ ფოტოებს. კიდევ ერთი უსაფრთხოების ზომა, რომელიც დაემატება, არის ის, რომ არასრულწლოვანი ვერ შეძლებს გამორთოს ავტომატური ფუნქცია, რომელიც ეგრეთ წოდებულ ბლარს ადებს ფოტოებს, რომელშიც არასრულწლოვნის შიშველის სხეული არის გამოსახული. ეს ერთ-ერთი პირველი წესი არის, რომელიც მიიღეს გასული წლის სექტემბრიდან პირად შეტყობინებებში. რაც შეეხება ზომებს და როგორ ვითარდება მოვლენები, მას შემდეგ რაც მიიღეს ეს უსაფრთხოების ზომები, კომპანია მეტაში ამტკიცებენ, რომ სექტემბრის შემდგომ 54 მილიონმა მოზარდმა შექმნა ანგარიში, რომელიც იყენებს წარმატებით უკვე უსაფრთხოების შემცველ ანგარიშებს.